2000-იანი წლების დასაწყისში ირანელმა კომპიუტერულმა ინჟინერმა ბრენდონ ტრუაქსმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობისას აღმოაჩინა, რომ $1000-იან კრემს სინამდვილეში $2 ამზადებდნენ და დანარჩენი ისტორია. Салом მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღეს გვაქვს კიდევ ერთი ახალი ვიდეოების სერიიდან სილამაზის ბნელი მხარე და დღეს ვსაუბრობთ ორდინარის შესახებ. ვიდეოს ჩაწერის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც YouTube არხზე CEO-ს დღიურები ორდინარის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის ინტერვიუს უსმინე, რომელსაც თქვენც გირჩევთ თუ ეს თემა უფრო დეტალურად დაგაინტერესებთ. აუცილებლად დაგილინკავთ ამ ვიდეოს და ამ YouTube არხს ქვემოთ ვიდეოს აღწერაში. ძალიან საინტერესო გვერდია, ზოგი ცოტა უცნაური სტუმარიც ყავთ, როცა Clean Beauty-ს ეხება საქმე, მაგრამ თუ უკვე დიდი ხანი ამ სფეროში ხართ და გონება გაწაფული გაქვთ და იცით, რომ სილიკონები და სულფატები არ კლავს, ფიქრობ შეიძლება ბევრ საინტერესო სტუმარს და ინტერვიუს უყუროთ მაგ არხზე და დაგილინკავთ აუცილებლად ქვემოთ სხვა ინტერვიუებთან, ბლოგებთან, სტატიებთან ერთად, საიდანაც სხვადასხვა ინფორმაციები მოვიძიე ამ ვიდეოსთვის. 1978 წელს ირანში დაიბადა ბრენდონ ტრუაქსი, რომელიც საკმაოდ მძიმე ომის პირობებში იზრდებოდა. 5 წლის ასაკში დედა გარდაიცვალა და მამასთან ერთად ჯერ კვიპროსზე მოუწია გაქცევა, ხოლო შემდეგ კანადაში, სადაც სამწუხაროდ მამასთან ერთადაც დიდხანს არ მოცხოვრია. არ ვიცი ზუსტად რატომ, სამწუხაროდ ვერასად ვიპოვა ეს ინფორმაცია, მაგრამ მამა ისევ დაბრუნდა ირანში და დეიდები, მამიდები, მოკლედ ნათესავები ზრდიდნენ ბრენდონს. უკვე თინეიჯერობის ასაკში ცხოვრობდა კანადაში, ტორონტოში, სადაც ვატერლოოს უნივერსიტეტში სწავლობდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიიღო პრაქტიკა სამსახური ნიუ-იორკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, კოსმეტიკურ განყოფილებაში, ასე ვთქვათ, სადაც სხვადასხვა ინგრედიენტების რეგულაციებზე მუშაობდა. სხვადასხვა საიტებზე, ოფიციალურ საიტებზე ამოწმებდნენ, ადარებდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ინგრედიენტების რეგულაციებს, გროვებდნენ ინფორმაციებს თვითონ ლაბორატორიისთვის, ვისთვისაც მუშაობდნენ. მოკლედ, მცირე, მაგრამ მაინც რაღაც შეგხება ჰქონდა კოსმეტიკის სამყაროსთან, სკინკეასთან, თუმცა ძირითადი სამუშაო მაინც მისი ეხებოდა კომპიუტერებს. ერთ-ერთი ინგრედიენტების კვლევის დროს აღმოაჩინა, რომ კომპანია, რომელიც ამ ლაბორატორიაში ამზადებდა პროდუქტებს, აქ დამზადებულ კრემს, რომლის ინგრედიენტების ხარჯებიც დაახლოებით $2 შეადგენდა, $1000-ად ყიდდა ბაზარზე. რაც აბსოლუტური შოკი იყო ბრენდონისთვის და ძალიან საინტერესო თემა, როგორ შეიძლება მოატყვილო მომხმარებელი სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებით, გაამახვილო შეფუთვებზე, ლამაზ წარწერებზე, რაღაც უცხო ინგრედიენტების სახელებზე ყურადღება, მაშინ როცა არაფერი განსაკუთრებული არ არის ამ ინგრედიენტებში და ამა თუ იმ პროდუქტის 90% არის მარკეტინგი და მხოლოდ 10% რეალური ინგრედიენტები, რაშიც მომხმარებელი იხდის ფულს. ეს დიდი ტყუილი, რომელსაც მთელი კოსმეტიკური ბიზნესი ჰქონდა დაპყრობილი და ფიქრობ დღესაც ასეა მეტნაკლებად, ძალიან საინტერესო თემა აღმოჩნდა ბრენდონისთვის. 2001 წელს დაასრულა თავისი პრაქტიკა ამ ლაბორატორიაში და მისი პირველი კომპანია, სხვათა შორის დამოუკიდებელი კომპანია იყო ერთ-ერთი კომპიუტერული კომპანია, ანუ პირდაპირ კოსმეტოლოგიასთან ან სკინკეარ ბაზართან არ ქონდა თავისი პირველი კომპანიით შეხება. თუმცა ეს თემა ლაბორატორიაში პრაქტიკის შემდეგ მისთვის ძალიან საინტერესო იყო და იმდენად ქონდა გონებაში ჩარჩენილი ეს ყველაფერი, რომ გადაწყვიტა დაეარსებინა სკინკეარ ბრენდი, კანის მოვლის ბრენდი იოკო, რომელიც დამზადებული იყო სხვადასხვა ეგზოტიკურ ინგრედიენტებზე. როგორც იცით, ამ არხზე არაერთი ბრენდის ინგრედიენტების სია მაქვს საკითხული, ძვირადღირებულის, ლუქსუსის თუ ბიუჯეტურის და რაღაცა ინგრედიენტების სახელები, რომლებიც იოკოს პროდუქტების შემადგენლობაში ამოვიკითხე, მართალი გითხრათ, ჩემთვისაც კი უცხო და გასაკვირი იყო და არ ვიცი 10-დან 9 ინგრედიენტი უბრალოდ ვერ ვიცანი და საერთოდ არ ვიცოდი, რომ იყენებდნენ სკინკეარ პროდუქტებში, მოკლედ ძალიან უცხო ეგზოტიკური ინგრედიენტები, საკმაოდ მაღალი კონცენტრაციებით, საკმაოდ მაღალი პროცენტული კონცენტრაციებით, რომ რაც შეიძლება ეფექტური ყოფილიყო ესა თუ ეს პროდუქტი და სხვათა შორის არც ისეთი დაბალი ფასებით. რაღაც პროდუქტებს $400-500-იც კი ეწერა რაღაც დამატენიანებლებს, თუმცა ამავდროულად იყვნენ გაჯერებული, როგორც გითხარით, არაერთი ესეთი მაღალი კონცენტრაციის ეგზოტიკური ინგრედიენტებით. ანუ ბრენდონის მიზანი იყო ის, რომ თუ ვინმე იხდის ამ პროდუქტებში ფულს, ხედავს მაქსიმალურ შედეგს და სხვათა შორის ძალიან ბევრი ცნობილი სახე მალევე გახდა მათი კლიენტი. თუ გახსოვთ ერთხელ მისაუბრია კიდეც Beauty News-ების ვიდეოში თქვენთან იმ თემის შესახებ, რომ ოსკარებზე სპეციალურად აქვთ გამზადებული გუდი ბოქსები, სადაც სხვადასხვა კომპანიები თავიანთ პროდუქტებს PR ბოქსების ფორმით დებს ამ დიდ
კალათებში, რომლებიც შემდეგ იმ ვარსკვლავებს გადაეცემა ხოლმე, რომლებიც ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე იყრიან ხოლმე ერთად თავს და იოკო იმდენად წარმატებული ბრენდი იყო ესეთ ცნობილ ვარსკვლავების წრეში, რომ ამ გუდი ბოქსშიც კი ჰქონდა თავისი ადგილი და ძალიან წარმატებულიც. თუმცა დიდი ხანი ვერ შეძლო სამწუხაროდ იოკომ ბაზარზე დარჩენა, რადგან მოდით გულწრფელად ვთქვათ, რაც არ უნდა კარგი პიარი ჰქონდეს, რაც არ უნდა ბევრი ვარსკვლავი იყოს შენი კლიენტი, როცა ფართო მასებზე გასვლას ეხება საქმე, რომ რეალურ მოგებაზე გახვიდე, არც ესეთი ბევრი ადამიანია, ვისაც $500 დამატენიანებლის შეძენა შეუძლია. და არა მხოლოდ შეძენა, განმეორებით შეძენა, რომ დარჩეს ბრენდის მუდმივი მომხმარებელი, ერთგული კლიენტი და ზუსტად ეს იყო ის დიდი პრობლემა, რის გამოც ეს ბრენდი სამწუხაროდ გაკოტრდა და ბაზრის დატოვება მოუწია. ამ პერიოდში ახალი სამუშაო იპოვა ბრენდონმა თავისი გამოცდილებით, უკვე ასე ვთქვათ, სკინკეარ ბაზარზე, Indeed ლაბორატორიის, რომელიც ხოთაშორის ეს ბრენდი დღესაც არსებობს, ოლტაში შეგიძლიათ შეიძინოთ ამერიკაში. საკმაოდ გავს თანამედროვე ordinary good molecules ცოტა მაგ ბრენდს მახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბრენდონი სამწუხაროდ არცად არ არის ხსენებული, როგორც კულისებში ყვებიან ძალიან დიდი განხეთქილება მოხდა დამფუძნებელს და ბრენდონს შორის ამ კომპანიაში და ისე დატოვა ბრენდონმა კომპანია, რომ სამწუხაროდ მისი სახელი შემდეგ აღარსად აღარ ხსენებულა. თუმცა ყველაზე დიდი ალბათ ორი რამ, რაც ბრენდონს მისცა Indeed ლაბორატორიაში მუშაობამ, იყო გაძლიერება იმ იდეის, რომელიც თავიდანვე ჰქონდა კომპანია DCM-ის შექმნის. DCM-ი ლათინურად ნიშნავს 10-ს და მისი იდეა იყო, რომ შეექმნა 10 სხვადასხვა კომპანია ერთი დიდი parent companies, ანუ ძირითადი კომპანიის Colgate-ის ქვეშ და ეს კომპანიები იქნებოდნენ სხვადასხვა კატეგორიებიდან: skincare, მაკიაჟი, თმის მოვლა, სხეულის მოვლა, საკვები დანამატები, ტანსაცმელი და ასე შემდეგ. თავს არ იზღუდავდა იმაში, რა კონკრეტული კატეგორიებით შეიძლებოდა რომ ქონოდა DCM-ის ქვეშ სხვადასხვა ბრენდები. თავარი იყო, რომ ასე ვთქვათ, ერთ ბრენდს მეორე ბრენდი გაეძლიერებინა, ფინანსური სტაბილურობა ქონოდა იმის, რომ დამოუკიდებლად ემართა ეს კომპანია ინვესტორების გარეშე, იმ მხრივ, რომ კონტროლი არ დაეკარგა თვითონ საკუთარ კომპანიაზე, რადგან იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც სხვადასხვა ლაბორატორიებში მუშაობის დროს ჰქონდა ბრენდონს დაგროვებული, ზუსტად იცოდა, რომ ბაზარს მართავდნენ დიდი კომპანიები, დიდი ინვესტორები, დიდი ფული, დიდი მარკეტინგი, დიდი რეკლამა და მომხმარებლებზე რეალურად არავინ ზრუნავდა და ფიქრობდა და სწორედ ამის შეცვლა იყო მისი ყველაზე დიდი მიზანი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც Indeed ლაბორატორიაში მუშაობამ მისცა ბრენდონს, იყო შემდგომში მისი პარტნიორი და ორდინერის თანადამფუძნებელი ნიკოლა კელნერი, რომელიც ზუსტად Indeed ლაბორატორიაში მუშაობის დროს გაიცნო. ნიკოლა მუშაობდა ბუცში, ვინც იცით, ბუცი არის დიდი, ანუ ინგლისური ბრიტანული Sephora, ну, თლად Sephora, ну, დაახლოებით ბრიტანული Sephora, ესე რომ წარმოვიდგინოთ, სადაც პრაქტიკას აკეთებდა, მაშინაც ძალიან ისეთი ახალგაზრდა და 20-იანი წლების დასაწყისში იყო ნიკოლა, სადაც როცა თავის პირველ პრაქტიკას აკეთებდა ბუცში და ანუ ბუცში იყო შესყიდვების მენეჯერი. ანუ პრაქტიკის შემდეგ, ისე დაიტოვეს, დაწინაურებული იყო როგორც შესყიდვების მენეჯერი. ბუცში დაახლოებით როგორც Sephora-ში, ბევრი სხვადასხვა ბრენდია წარმოდგენილი და ამ სხვადასხვა ბრენდებთან ხელშეკრულებების გაფორმება, კონტრაქტების გაფორმება, პროდუქტების შემოტანა, რა პროდუქტები შემოვა, როგორ შემოვა და ასე შემდეგ, ზუსტად ამაზე მუშაობდა როგორც შესყიდვების მენეჯერი და Indeed ლაბორატორიის, რომელშიც მაშინ ბრენდონიც მუშაობდა, ბუცში იყო წარმოდგენილი და ზუსტად ამიტომ ამ ორსაც, ასე ვთქვათ, ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან. თავიდან როგორც ნიკოლას ფოტოშორის ამ ინტერვიუში ყვება, რა თქმა უნდა, მეილებით და მიმოწერით დაიწყო მათი ურთიერთობა და როგორც ნიკოლა იხსენებს, ბრენდონი ყოველთვის ძალიან გამორჩეული იყო, ყოველთვის ძალიან ენერგიული, ძალიან ემოციური, ძალიან მოტივირებული, ყოველთვის ველოდება, ანუ დროში იყო დიდი სხვაობა ამერიკას და ბრიტანეთს შორის და როგორც ამბობს, სამსახურში მისვლა და მეილების გახსნა მიხაროდა, რომ ველოდებოდი ბრენდონისგან მეილსო, ყოველთვის გამორჩეული ტექსტით, ყოველთვის ძალიან ენერგიული, ანუ დღის საუკეთესო დასაწყისი იყო ბრენდონის მეილების საკითხვა. 2012 წელს ბრენდონმა ოფიციალურად დატოვა Indeed ლაბორატორიის და ეს იყო ზუსტად DCM-ის დაარსების წელი, იდეის, ასე ვთქვათ, და საფუძველი ჩაეყარა ოფიციალურად იდეას, რომ შეექმნა 10 სხვადასხვა კომპანია, სადაც ამ 10-დან ბევრი კომპანია შედგა, ბევრი სამწუხაროდ ვერა, ბევრი დაარსდა, მაგრამ დიდხანს ვეღარ შეძლო ბაზარზე დარჩენა. ბევრი ამ ორიგინალი კომპანიებიდან დღემდე არსებობს და პირველი კომპანია უკვე 2013-ში ბაზარზე იყო, სხვათა შორის Inhibitive, ესე ვქვა კომპანიას, რომელიც
ექსკლუზიურად ბუთში იყო სხვათაშორის წარმოდგენილი. არც ნიკოლასთან კონტაქტებს დავუბრალოთ ეს ამბავი და ალბათ უნდა დავუბრალოთ ნიკოლასთან კონტაქტებს ეგ ამბავი, მაგრამ ირიბიჩი ექსკლუზიურად ზუსტად ბუთში იყო წარმოდგენილი. ეს იყო პროდუქტებით მის მოსაშორებლად. დეოდორანტის ფორმით, კრემის ფორმით, ბევრი სხვადასხვა საშუალებები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მის მოსაშორებლად. საკმაოდ სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტები და ბრენდი, რომელიც ბევრის ფავორიტი გახდა საკმაოდ მალე. შემდეგი იყო ავესტანი, რომელიც პარფიუმის ბრენდი იყო და პირველი სუნამოების ბრენდი იყო DCM-ის სახლის ქვეშ და ძველი ჩაიყარა კომპანიას, თუმცა როგორ განვითარდა ამ ბრენდის საქმე და მომავალი ბოლოში გეტყვით მოდით ამ ბრენდის შესახებ, იმიტომ რომ შემდეგ მოგვიანებით ეს ნიკოლასთან უფრო არის დაკავშირებული ვიდრე უშუალოდ ბრენდონთან, მაგრამ გახსოვდეს რომ 2013 წელს ჩაიყარა ავესტანს საფუძველი უშუალოდ თვითონ ბრენდონისგან და 8 თვეში 2013 წლის ბოლოს ისე წავიდა უკვე საქმე, რომ 10 კი არა 15 სხვადასხვა ბრენდის სახელი ქონდა უკვე ბრენდონს დარეგისტრირებული. ანუ ძალიან სწრაფად ყველა კატეგორიაში როგორც გითხარით უნდა რომ ყველა სფეროში რაღაც ქონოდა, სხვადასხვა კატეგორიებიდან და სხვადასხვა სფეროებიდან და კატეგორიებიდან დაარეგისტრირა 15 სხვადასხვა კომპანია. როგორც ხედავთ, ბრენდონი არ ერიდებოდა და არ ეშინოდა სხვადასხვა ბრენდებში თანხის ინვესტირებას. რაღაცა პერიოდის შემდეგ, ზუსტად თარიღს სამწუხაროდ ვერ გეტყვით, მაგრამ ბრენდონის გუნდს შეუერთდა ნიკოლა. ბრენდონი შეხვდა ნიკოლას ლონდონში, როგორც ვიცი, ლონდონში იყო ჩასული და პირადად შეხვდა ნიკოლას და ანუ ორივენი ძალიან მოტივირებულები იყვნენ იმით, რომ კოსმეტიკური სამყარო, სკინკეარ სამყარო უნდა შეეცვალათ და უკეთესი გაიხადათ და უფრო მომხმარებელზე ორიენტირებული გაიხადა და ბრენდონმა მაშინვე დაინახა, როგორც ჩანს ეს ნიკოლაში არაჩვეულებრივი ბიზნეს პარტნიორი იქნებოდა და შესთავაზა, რომ წამოდი იმშავე ჩემთან, რაც ნიკოლასთვის იოლი გადაწყვეტილება არ იყო. წარმოგიდგენთ, ნიკოლა ამ დროს იყო 1923-24 წლის და უკვე შესყიდვების მენეჯერი იყო ძალიან ესეთ ძლიერ წარმატებულ კომპანიაში ლონდონში. ამ ყველაფრის ეს უბრალოდ დატოვება და ახალ სტარტაპში გადასვლა ადამიანთან, რომელსაც მეილებით იცნობდა, მოდით დამეთანხმეთ, რომ მაინდა-მაინც მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ იმდენად ქარიზმატული ადამიანი იყო ბრენდონი, რომ გადაიბირა ნიკოლა და დასთანხმდა ნიკოლა, რომ წამოსულიყო ბუთიდან და დაეწყო DCM-ში მუშაობა. და უკვე ორნი იყვნენ, რომლებიც DCM-ის განვითარებაზე და გაზრდაზე ზრუნავდნენ, თუმცა რეალურად ფული არცეც არ ქონდა. ინვესტიციების ის რაოდენობა, რაც 15 ბრენდის სამართავად, ანუ ბრენდის დაარსება ერთია, რომ სახელი დაარეგისტრირო, საიტი შექმნა, ან თუნდაც DCM-ის ოფიციალურ საიტზე ჩამოწერილი კონდეს სიაში, რომ თქვათ ეს ბრენდი არსებობს, მაგრამ რეალური პროდუქციის გამოტანა ბაზარზე ეს კიდევ სხვა საფეხური და სხვა ნაბიჯია. ამისთვის ფული რეალურად არცეც არ ქონდათ. და ზუსტად ამ დროს შემოდის პირველი ინვესტორი ჩნდება ზუსტად ამ დროს. ეს არის კანადელი იუველირი ასკალკენო, რომელიც მათი პირველი ინვესტორია. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, რაც DCM-ს ქონდა, როგორც ბრენდონი ამბობდა, არის ის, რომ დიდი კომპანიები მოძრაობენ როგორც სპილოები. პატარა დეტალებს ვერ ამჩნევენ. პატარა ნაკლოვანებებს არ აქცევენ ყურადღებას. მხოლოდ ფართო დიდ მასშტაბებზე ფიქრობენ. ჩვენნაირი პატარა კომპანიების უპირატესობა არის ზუსტად ის, რომ ეს პატარა მოთხოვნები, პატარა ნაკლოვანებები, პატარა საჭიროებები, რაც მომხმარებლებს აქვს, დავინახოთ და ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და შევქმნათ პროდუქცია ამ ნაკლოვანებების შესავსებად. პილოებს ადარებდა დიდ კომპანიებს და DCM-ის პატარა კომპანიებს თაგვებს, რომ თაგვებს უფრო მარტივად შეუძლიათ პატარა ჭუჭრუტანების დანახვა, რომლებიც უნდა შეეცვლონ ბაზარზე და ეს მათ სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინათ. ეს იყო მიზანი. 2014 წელს უკვე 4 ახალი ბრენდი ქონდათ დამატებული DCM-ის ქვეშ. ანუ თემა DCM-ი 10 ბრენდი, უკვე 10-ზე ბევრად უფრო ზემოთ ვართ. არ მივყვები ახლა დეტალებში ამ კომპანიებს, იმიტომ რომ ორდინერიზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. შესაბამისად რომ მივყვე ახლა 19 თუ 20 სხვადასხვა ბრენდს, საათობით უნდა ვისხდეთ აქ, ამიტომ გეტყვით რომ ახალი კომპანიების დაარსება არ შეწყვეტილა. 2014-ში დაიბადა ასევე სხვათაშორის ნიოდი, რომელიც ერთ-ერთი ორიგინალი ბრენდია და სხვათაშორის დღესაც არსებობს. თუ DCM-ის საიტზე შეხვალთ, ორდინერის ოფიციალურ საიტზე თუ გიშოპინგიათ, იცით რომ ეს DCM-ის ოფიციალური საიტია და ზემოთ მარცხენა კუთხეში მათი ბრენდებია ჩამოთვლილი და ერთ-ერთი ბრენდი არის ნიოდი, რომელიც ბრენდონმა 2014 წელს შექმნა და ის ერთ-ერთი ორიგინალი ბრენდია 10 ბრენდისგან, რომელიც დღემდე არსებობს. DCM-ი გახდა ოჯახი. პატარა ბრენდების ნაკრები, სადაც განსაკუთრებულად დიდი ფული არ ქონდათ, ერთი ინვესტორი ყავდათ სულ. შესაბამისად, აყავდათ ახალგაზრდა თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ უნივერსიტეტიდან გამოდიოდნენ, პირდაპირ კოლეჯებიდან გამოდიოდნენ, ადამიანები, რომლებსაც სხვა ლაბორატორიებში, სხვა
skincare კომპანიებში არ ქონდათ ნამუშევარი და ეს დიდ კომპანიებს არ ყავდათ გასწრილი, როგორც ბრენდონი ამბობდა და პირველად იღებდნენ კოსმეტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას, ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილებას და პირველად ხედავდნენ რას ნიშნავს იმუშაო მომხმარებლისთვის, შექმნა ბრენდი, რომელიც არის მომხმარებელზე ორიენტირებული და როგორც ამბობდა, მისთვის იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნიკოლაც როგორც თავის ინტერვიუში ამბობს, DCM იყო ოჯახი. დღემდეც კი 12-13 წლის შემდეგ დღესაც კი ყავთ გუნდში თანამშრომლები, რომლებიც დაარსების პირველი დღიდან DCM-ში. როგორც ნიკოლა ამბობს, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. თავისუფალ დროს და შაბათ-კვირა უქმეებსაც კი ერთად ატარებდნენ ხოლმე. ეს იყო ერთი პატარა ოჯახი, რომლის მიზანი კოსმეტოლოგიური ბაზრის შეცვლა იყო. და ცოტა რო გადავხტეთ ახლა დროში, ასე მოვედით 2016 წლამდე. და 2016 წელი არის წელი, როცა Ordinary დაარსდა. Abnormal Companies ორდინერული ბრენდი, Ordinary, რომელიც კონცენტრირებული იყო ინგრედიენტებზე. ერთი პროდუქტი, ერთი ინგრედიენტი. როგორც დღეს არის, დასაწყისშიც ესე იყო, ყოველს გვახსოვს ხო, Ordinary-ს 10%-იანი ნიაცინამიდის შრატი. იდეა იყო ეს, ერთი პროდუქტი, რომელშიც ერთი პროდუქტი არის ვარსკვლავი. და რაც შეიძლება მაღალი პროცენტული კონცენტრაციით, რომ პროდუქტი იყოს რაც შეიძლება ეფექტური. ბრენდონი ამბობდა, რომ კოსმეტიკა და კოსმეტიკური ბაზარი ზოგადად არის ძალიან მარტივი, უბრალოდ დიდი კომპანიები მარკეტინგის და რეკლამის დახმარებით ხდიან ამ ყველაფერს რთულს. როცა იცი რა პრობლემა გაქვს და როცა იცი რა მოგიგვარებს ამ პრობლემას, ძალიან მარტივია კონდეს მარტივი რუტინა და მოაგვარო პრობლემები შენ რუტინაში. როცა იცი რას გაძლევს ესა თუ ის პროდუქტი, როცა შეფუთვას აწერია რას ყიდულობ და ზუსტად იმას იღებ რაშიც ფულს იხდი, ყველაზე გამოუცდელსაც კი შეუძლია შეარჩიოს რუტინა, რომელიც ეფექტური იქნება. ასე მგონია რომ ჩემს სიტყვებს ლაპარაკობდა ბრენდონი. ასე მგონია რომ ვიცნობდი რაღაცა კოსმიური კავშირი მქონდა მასთან. თუ ერთი ბრენდის ერთი განხილვის ვიდეო მაინც გინახავთ ამ არხზე, ხვდებით რასაც გულისხმობ. ასე მგონია რომ დაწერილი სკრიპტი დამიტოვა ბრენდონმა და არ გეგონოთ რომ ორდინერიმ რაღაცა მარტივად და პატარა ლანჩით დაიწყო. არა, 27 პროდუქტით ერთდროულად გამოვიდნენ ბაზარზე. 27. კი. და ეს იყო beauty industry-ის fuck you, იმიტომ რომ ყველაფერი იყო $15-ზე ქვემოთ ფასი და პროდუქტების 90% $5-ზე ქვემოთ. და საოცარი პროცენტული მაჩვენებლებით და საოცარი ინგრედიენტებით დატვირთული პროდუქტები. ეს იყო ინოვაცია. ესეთი რაღაც მოხდა პირველად კოსმეტიკურ ბაზარზე. Ordinary იყო პირველი ბრენდი, რომელმაც რაღაც მსგავსი შეძლო. ბრენდონი და ნიკოლა იყვნენ პირველი დამფუძნებლები, რომლებმაც შეძლეს, რომ შეერყიათ კოსმეტიკური ბაზარი ახალი საოცარი პროდუქტებით, საოცარი ინგრედიენტებით, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ყველასთვის. ეს იყო ცივი წყლის გადასხმა ნებისმიერი beauty ბრენდისთვის 2016 წლის ბაზარს. ბრენდონის იდეა იყო, რომ მომხმარებელი ტესტავს ჩვენს პროდუქციას, ხედავს შედეგს და ბრუნდება. ხდება ჩვენი მუდმივი მომხმარებელი. აღარ უჩნდება სხვა ბრენდებთან, სხვა კომპანიებთან წასვლის სურვილი. მოგება იყო მინიმალურზე დაყვანილი. ბრენდონი ფიქრობდა, რომ ერთ პროდუქტზე მაქსიმალური მოგების გაკეთება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ბრენდი კომპანია გახადო წარმატებული. ფინანსური სტაბილურობა, ფინანსური მოგება შეიძლება ნახო მინიმალური დანამატითაც თითოეულ პროდუქტზე. იმიტომ, რომ იძენ ერთგულ მომხმარებელს, რომელიც რჩება შენ. ბრენდონი ვერ იტანდა მარკეტინგს. ბრენდონი ვერ იტანდა რეკლამას. არ აპირებდნენ არაფერს. არ არეკლამებდნენ არაფერს. ბრენდონი ამბობდა, რომ საუკეთესო რეკლამა არის კმაყოფილი მომხმარებელი. ხომ გეუბნებით, ასე მგონია, რომ თავში მიზის, ასე მგონია, რომ სკრიპტი დამიტოვა და ამ სკრიპტის მიხედვით ვცხოვრობ. რაც უფრო მეც ვკითხულობ ამ ადამიანს, უფრო მეტად მწყდება გული, რომ არ ვიცნობდი. ოღონდ მართლა ემოციური ხდები ამ თემაზე ლაპარაკისას. Ordinary ისეთი წარმატებული გახდა, რომ შეკვეთებს ვეღარ აუდიოდნენ. ამდენი ფული არ ქონდათ. შესაბამისად, თმის კომპანიის გაყიდვა მოუწიათ. ერთ-ერთი კომპანია მათი DCM-ის ქვეშ იყო თმის კომპანია, რომელიც სხვათა შორის ლაბორატორია ბრიტანეთში არსებობდა და ძირითადად მან ბრიტანულ ბაზარზე იყვნენ გათვლილი და ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიაზე გაყიდეს კიდეც, იმიტომ რომ ფული სჭირდებოდათ. ანუ ბრენდს არასდროს არ ქონია ეს მომენტი, რომ აუცილებლად ყველა ბრენდი უნდა დავიტოვო, აუცილებლად ყველა ბრენდი ერთნაირად წარმატებული უნდა იყოს. არა, პირიქით. ნიკოლაც ამას ამბობს სხვათა შორის თავის ინტერვიუში, რომ ანუ იდეა იყო ის, რომ ბრენდი თუ არ მუშაობს, არ მინდა. შექმნით ახალს. სიახლეებს არ გვეშინია. თავიდან დაწყების არ გვეშინია. თუ არ ფუნქციონირებს, სენტიმენტალური ოსნობების გამო არაფერს არ ვიტოვებთ. და ეს წარმოიდგინეთ 2017-ში, როცა კორეული 10 საფეხურიანი skincare რუტინა იყო ბუმი. პიკში. ყველას უნდოდა რომ რაც შეიძლება მეტი საფეხური ჩაეტია ამ 10 საფეხურიან კორეულ თავის მოვლის რუტინაში და Ordinary იყო ზუსტად ამისთვის შექმნილი. ერთი ინგრედიენტი, ერთი პროდუქტი, ერთი საფეხური რუტინაში, ერთი პროდუქტი. ანუ საოცარი რაოდენობის პროდუქტებს ყიდნენ. ძალიან პოპულარულები იყვნენ. 2017-2018 წელი იყო
ორდინარის ბუმი. და ამ დროს ორი ახალი ბრენდი გამოიტანეს კიდე ბაზარს. აი, სიგიჟე, სერიოზულად რაღაცა 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი და გრაფიკი ჰქონდათ. პროდუქტი პროდუქტზე, კომპანია კომპანიაზე და მიხვდნენ რომ ინვესტორი სჭირდებოდათ. ერთი თავისი პასკალის კანადელი ინვესტორი ვინც ყავდათ, მისი დახმარებით ყველაფერი აღარ გამოდიოდა. ამიტომ გადაწყვიტეს რომ შეეთავაზებინათ სხვადასხვა ინვესტორებისთვის პაკეტი წარედგინათ, თუ ვინმეს მოუნდებოდა მათთან ორდინარ DCM-ში უბრალოდ ორდინარის არა, DCM-ში თანხის ინვესტირება და ამ დროს გამოჩნდა ჩვენი ძველი მეგობარი პასკალი, რომელიც ვახსენე კიდევ ერთხელ და ბრენდონს უთხრა რომ მოიცა სანამ სხვადასხვა ინვესტორებთან შესახვედრად წახვალ, ერთი ძველი მეგობარი მყავს. და მოდი იმას რომ გაესაუბრო, იქნებ მოუნდეს DCM-ში თანხის ინვესტირება. იცით ვინ იყო პასკალის ერთი ძველი მეგობარი? ლენარდ ლაუდერი. კი, აი ეს ლენარდ ლაუდერი, ნახევარი ბიუთის სამყარო რო ეკუთვნის. ხოდა აი ესე შეხვდნენ პასკალის დამსახურებით ბრენდონი და ლენარდი ერთმანეთს. და ეს ლაუდერმა გააკეთა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ორდინარში. ოღონდ ამას ბრენდონიც ყოველთვის აღნიშნავდა ხოლმე თვითონაც და ეს ლაუდერს მხრიდანაც ესე იყო განცხადება, რომ DCM-ი არ ეკუთვნოდა ეს ლაუდერს, მიიღეს 28%-იანი აქციების პაკეტი. სულ ეს იყო. გადაწყვეტილებების მიღება, სამუშაო პროცესი, სამომავლო გეგმები არაფერში არ ერეოდა ეს ლაუდერი. და მე ვფიქრობ ბრენდონისთვის ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც გადააწყვეტინა ამ ინვესტიციის მიღება. თან ეხა ლენარდი და ეს ლაუდერი ზოგადად არის საუგუნის ბრენდი, სადაც ფულის კეთება იდეალურად იციან. მე ვფიქრობ, რომ დაინახეს რამდენად ბრილიანტი ადამიანი იყო ბრენდონი, რომ არ შეეშალათ მისთვის ხელი. მიეშვათ, ეცლიათ იმის გაკეთება, რასაც აკეთებს და ეს 28%-იანი აქციების პაკეტი, რომელიც შეისყიდეს, ასე ვთქვათ, ამ ინვესტიციით, მათთვის ასევე საკმარისი იყო, რომ შიდა საქმეებში არ ჩარეულიყვნენ, მაგრამ რეალურად ფული გაეკეთებინათ. რაც ბრენდონისთვისაც იდეალური იყო, იმიტომ რომ რეალურად ინვესტიცია და ფული სჭირდებოდათ, მაგრამ არ უნდათ, რომ ვიღაცა ესეთი დიდი კომპანიისთვის გადაებარებინა DCM-ი, იცი რომ თვითონ არ ქონოდა ბოლო გადამწყვეტი სიტყვა ნებისმიერ საქმეში. ეს ლაუდერმა მიიღო აქციების პაკეტი, DCM-მა ფული. იდეალური გარიგება გამოვიდა. აქ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ბრენდის იდეა, გაგიკვირდებათ და ეშო. დოქტორ ეშო იყო სხვათა შორის reality TV-ს ერთ-ერთი ესეთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი, მე მგონი ზუსტად რა განხრით მუშაობს, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი პლასტიკური ქირურგი. განსაკუთრებით მუშაობდა ბოტოქსზე, ფილერზე და ეს reality show-ებში, განსაკუთრებით სადაც გარეგნობას უცვლიან ხოლმე მონაწილეებს, აი ასეთი show-ებიდან იყო ბრიტანეთში განსაკუთრებით ცნობილი და მისი ტუჩის ფილერები იყო ძალიან პოპულარული და ცნობილი მაშინ. DCM-მა გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ინვესტირება დოქტორ ეშოში და შეექმნა ტუჩების ნაკრები, ტუჩის პროდუქტების, ტუჩის მოვლის ნაკრები, ფილერით ტუჩებისთვის და ფილერის გარეშე ტუჩებისთვის. მოკლედ შეიქმნა ეს ვთქვათ, ბალმების გლოსების ტუჩის პროდუქტების ნაკრები. და რადგან დოქტორ ეშო, რომელსაც სხვაშორის YouTube არხიც აქვს, არც თუ დაინტერესდებთ, დაგილინკავთ ქვემოთ ვიდეოს აღწერაში, მაგრამ მე მგონი ძველი არხია და ბოლოს არაფერს აღარ ტვირთავს და შექმნეს ეს ტუჩის პროდუქტების ნაკრები. და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პირველი სკანდალი, მოკლედ სკანდალი ისეთი რა, ჭყალებში რო ჩავსვა ჯერჯერობით, იმიტომ რომ სკანდალები იქნება და ამას ლად სკანდალს ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ის რაც ცოტა ხანში მოხდება, იმასთან შედარებით ეს მაინდა-მაინც სკანდალი არ იყო. ამიტომ სკანდალი ჭყალებში. პრობლემა იყო ის, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ეს პროცესი. ყველაფერი პროდუქტები, მთელი ნაკრები დამზადდა ძალიან სწრაფად. როგორც დოქტორ ეშო თავის ვიდეოში ყვება, არც კი იცოდა რომ მისი პროდუქტები გამოვიდა ბაზარზე. ან თვითონ ამბობს, რომ იცი რა, მე ვარ ექიმი, მაგრამ მე არა ვარ ფორმულატორი. მე არა ვარ ქიმიკოსი. მე არ ვიცი ლაბორატორიაში პროდუქტების დამზადება როგორ ხდება. კი ბატონო, მე შეიძლება ექიმი ვიყო, მაგრამ ეს ზონა არ მაქვს, ამიტომ ამ ხრივ მთლიანად მივენდე DCM-ს. და ბრენდონისგანაც ჰქონდა მიღებული პირობა, რომ მას წარსულში, ანუ ბრენდონს ხშირად სულად მოექცნენ, როგორც ჩანს ინდით ლაბორატორის მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდად იმედგაცრუებული იყო და არ ქონდა რა თქმა უნდა დავიწყებული ყველაფერი და დოქტორ ეშოს შეპირდა, რომ მას 100 არასდროს არ მოაქცეოდა. ის რაც თვითონ გამოიარა ეს პრობლემა დოქტორ ეშოს DCM-თან არასდროს არ ექნებოდა და დოქტორ ეშომ ანუ ის თემა ქონდა რომ მიენდო ბოლომდე DCM-ს და ძალიან საინტერესო რაღაცა სწორება რომ Instagram-ზე მწერდნენ რომ შენი პროდუქტები ვიყიდეთო მაშინ როცა ჩემი პროდუქტები მე თვითონ ჯერ არ მქონდა არც კი იცოდა რომ პროდუქტები ბაზარზე გამოიტანეს ანუ ეგ იყო უკვე ერთი პირველი მომენტი ის რომ აი ძალიან სწრაფად ძალიან დაუფიქრებლად დიდი ფულით რაც ინვესტიციით მიიღეს სწრაფად კეთდებოდა რაღაცები ისე რომ ეს ადამიანური ფაქტორი ცოტა უკან გადმოვიდა მაგრამ ნუ ასე თუ ისე პირველი ნაწილისთვის დასაწყისისთვის სუდად არ წავიდა საქმე იმიტომ რომ CVS-ზე იყვნენ და ორჯერ ამოიყიდნენ ნიკოლა და დოქტორ ეშო ერთად იყვნენ CVS-ზე და ორივეჯერ ამოიყიდა ყველა პროდუქტი ანუ რეალურად წარმატებული იყო თუმცა ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო როცა DCM-ის პროდუქციამ შერეული ფიდბექი მიიღო შერეული შეფასებები მიიღო და მხოლოდ დადებითი და მხოლოდ 5 ვარსკვლავი და ყველაფერი იდეალურად არისო. არა მხოლოდ ორდინერი და DCM-ი იყო
კომპანია და ადგილი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაში იყო, არამედ რა თქმა უნდა ავტომატურად თვითონ ბრენდონიც როგორც კომპანიის დამფუძნებელი იყო ასეთი ადამიანი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაში იყო, მუდმივად საზღვრების დატესტვაში იყო, მუდმივად რაღაცა ახლის აღმოჩენაში იყო და სრულ ისტორიას რო ვუყურებ ხა, ხვდები რომ ზუსტად ეგ გახდა მისი დაღუპვის მიზეზიც. მოკეთ 2018 წელია, 1 იანვარი შვებულებაში არიან, საშუალო სახალხო შვებულებაში არიან სათაო ოფისის თანამშრომლები, ნიკოლა თავის ქმართან ერთად ახალ ზელანდიაშია, ბრენდონი ჰოლანდიაში იყო, ამსტერდამში და როგორც ამბობენ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შეხება ბრენდონის ნარკოტიკებთან. როგორც გითხარით, რაღაცა ახალის დატესტვის იდეა ამ სფეროსაც ეხებოდა სამწუხაროდ. და კანადაში დაბრუნების შემდგომ ბრენდონი უცებ მოულოდნელად ურეკავს ნიკოლას, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად არის შვებულებაში, რომ აუცილებლად სასწრაფოდ დაბრუნდი კანადაში. არაფერს არ უხსნის, არაფერს არ ეუბნება, ამბობს იმას, რომ ეს ძალიან სასწრაფო და ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკოლა, როგორც გითხარით, მხოლოდ სამსახურებრივი პარტნიორები არ იყვნენ. უახლოესი მეგობრები იყვნენ. თავისუფალ დროსაც კი ერთად ატარებდნენ ვახშამი, ოჯახური შეხვედრები და ასე შემდეგ. ერთმანეთის უახლოესი მეგობრები იყვნენ. ნიკოლა რა თქმა უნდა მაშინ ეჭდება თვითმფრინავში 20 საათი არის გზაში, როგორც თვითონ ამბობს, ტირის, არ იცის რა ხდება. ჩამოდის კანადაში და ხვდება აბსოლუტურად სხვა ადამიანი. ადამიანი, რომელიც უბრალოდ ვეღარ იცნო. ადამიანი, რომელზეც ვერც კი წარმოიდგინა, რომ ეს იყო ბრენდონი. 100% შეცვლილი ადამიანი. რომელსაც რაღაცა შიშები ჰქონდა დაწყებული, რაღაცა უცნაური იდეები, რომლებსაც უჭირდათ რეალურად გარკვევა. ბრენდონი ესეთი ადამიანი იყო, რომ რაღაცა უცნაური გიჟური იდეები ყოველთვის აწუხებდა. ყოველთვის ჰქონდა რაღაცა ახალი, რაღაცა განსაკუთრებული, რაღაცას გამორჩეული, რასაც იმ მომენტში შეიძლება სხვა ვერ ხედავდა, რა პერსპექტივა უნდა ქონოდა რაღაცა ასეთი იდეას, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ რაღაცა საუკეთესო იყო. ამიტომ რეალურად ვერავინ ვერაფერს ვერ ეუბნებოდა, რადგან რთული დასანახი იყო, რომ აქვს ახლა ამ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები, პიროვნული პირადი პრობლემები თუ რეალურად რაღაცა ახალი დიდი საინტერესო აღმოჩენის წინაშე დგას. იანვრის 1 კვირაში, იანვრის დასაწყისში, შვებულებების პერიოდში აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. ეს არის გარდამტეხი მომენტი, საიდანაც ბრენდონის დაღმასვლა დაიწყო. საოცარი სიგიჟეების პერიოდი დაიწყო დესემბერში. როგორც დღეს ვიცით, ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი იყო ექსპერიმენტები ნარკოტიკებით. რამოდენიმე მაგალითს დაგისახელებთ ახლა, უფრო რეალურად რო გაინახოთ, მაგალითების საფუძველზე აგიხსნათ, რას გულისხმობ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო ბრენდონის თავდასხმა Drunk Elephant-ზე და Drunk Elephant-ის დამფუძნებელზე. როგორც იცით, ახლა Drunk Elephant-ის ფანი არა ვარ, დიდად მაგ კომპანიის, მაგრამ იდეა იყო ეს. ორდინერის ჰქონდა მარულას 100%-იანი ცივი დაწურვის ზეთი. როგორც იცით, რომელსაც ფოტოშორის დღესაც ყიდიან, რომელიც სულ რაღაც $10 ღირდა, 30 მილilitrიანი შეფუთვა. ეხლა არც მართალი გითხრათ, ფასმა მოიმატა თუ იგივე ფასი აქვს და ამ პერიოდში Drunk Elephant-მაც გამოუშვა მარულას ზეთი, რომლის ფასი იყო, ჩავინიშნე, $69. მოდა საოცარი მარკეტინგი გააკეთეს, რომ რაღაცა საოცარი მომწოდებელი ყავდათ, ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტები. მოკეთ რაღაცა გააღმერთეს ეს მარულას ზეთი, როცა იგივე 100%-იანი მარულას ზეთი იყო, რასაც ორდინერი $10 ყიდდა და ბრენდონმაც არ დააყოვნა. ინსტაგრამზე ქონდა ესეთი პოსტი, თავის მარულას ზეთის შესახებ, სადაც ესეთი წინადადება იყო, one won't have to be drunk to overpay for marula. Drunk Elephant-ზე წინადადება რომ გადავთარგმნოთ, ნასვამი უნდა იყო, რომ მარულას ზეთი ამდენი გადაიხადო. Drunk Elephants პირდაპირ კავშირთან ეს რა თქმა უნდა აიტაცა მედიებმა და გამომცემლობამ და სტატიები და ეს პირდაპირი შეტევა იყო Drunk Elephant-ის დამფუძნებელზე და გეტყვით ცოტათი მოდი თქვა რომ ქაჯური გამოხტომა იყო, იმიტომ რომ არ არის საჭირო რაღაცა ისე პირდაპირ აგრესიულად მიახდე ვიღაცას იმის დასამტკიცებლად, რომ შენ რასაც აკეთებ უკეთესია. მე ასე ვფიქრობ. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ ბოდიში მოიხადა. საჯაროდ ბოდიში მოუხადა Drunk Elephant-ის დამფუძნებელს და $25,000 გადაარიცხეს Drunk Elephant-ის ფონდში. ხოლო პარიტეტულ ორგანიზაციებს ეხმარებიან და $25,000 იქ გადაარიცხეს და მოკლედ ინტერნეტშივე მოგვარდა ეს ბოდიშების მოხდით. ეს ამბები. შემდეგი მძიმე ნაბიჯი იყო სრულიად სოციალური მედიის გადაბარება. ამ პატარა ბრენდებს, რომლებიც DCM-ის ქვეშ იყო, ყველას ეს თავის ცალ-ცალკე პროფილები არ ქონდა. იყო ერთი ძირითადი DCM-ის პროფილი. მაშინ იყო Instagram-ის ერა. ყველაფერი ირკვეოდა Instagram-ზე. Instagram-ზე თუ იყავი, მაშინ იყავი cool kid. ბიზნესი ისე არ გაკეთდებოდა, ხო? და ამ დროს გადაიბარა სრულად Instagram-ი ბრენდონმა. როგორც გითხარით, ტექნიკური გენიოსი იყო. ტიპი. შესაბამისად, მისთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო. ის მაშინ, როცა ოფიციალურად ერთ-ერთ სტატიაში ეწერა ზუსტად 2018 წელს, რომ ორდინერი ერთ წუთში სოფლიოს მასშტაბით ერთ პროდუქტს ყიდდა.
საოცარ გადიოდნენ. ზუსტად ამ დროს გადაიბარა ბრენდონმა DCM-ის სოციალური მედია. Drunk Elephant შეეშვა, მაგრამ თავის მომხმარებლებზე გადავიდა სამწუხაროდ. მაგალითად, 1 თებერვალი იყო, რომ გადაწყვიტა, ეხლა თარიღებს დაგესახელებთ. ვერც დაიჯერებთ, რამდენად მოკლე პერიოდში ხდება ეს ყველაფერი. 180 გრადუსით შეიცვალა ადამიანი. და ვისაც ქონიათ რაიმე შეხება სხვადასხვა რაღაცეებზე დამოკიდებულ ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა რაღაცებს მოიხმარენ, ალბათ მიხვდებით და გაქვთ გამოცდილება და დამეთანხმებით, რომ მართლაც ესეა რამდენად სწრაფად ხდება ადამიანში ეს რაღაცა, აი რო ვერიგებ, სადა დედამიწასავით უცებ რაღაცა დიდი სხვაობა ხდება ადამიანში. ზუსტად ამ დიდი ცვლილების ძალიან მარტივ მაგალითებს გეტყვით ახლა და დღეებზე, კვირეებზე, თვეებზე ვლაპარაკობთ. აი მაგალითად 1 თებერვალს, აი ეს Drunk Elephant-ის ამბავი იანვარში იყო, შეგულებიდან რომ დაბრუნდნენ. 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ მე DCM-ის CEO აღარ ვარო. ანუ CEO-ს ქართულად როგორ ამბობთ? დირექტორს ამბობთ? თუ შეფს? ანუ შეფი შეიძლება გულისხმობდეს ასევე ავტომატურად დამფუძნებელს კომპანიის. ამ შემთხვევაში ბრენდონი დამფუძნებელის იყო, მაგრამ CEO ყოველთვის დამფუძნებელს არ ნიშნავს. CEO არ შეიძლება იყოს დირექტორი, ანუ შენ იყო კომპანიის დამფუძნებელი, მაგრამ დაიქირაო დირექტორი, რომელიც მართავს კომპანიას. CEO ხშირად ასეთი იდეით განიხილება, მაგრამ ამ შემთხვევაში დამფუძნებელიც იყო founder და CEO ორივე. გადაწყვიტა, რომ გამოაცხადა საჯაროდ, რომ მე CEO არა ვარო, მე თანამშრომელი ვარ უბრალოდ. მე ვფიქრობ, ეს იყო ცოტა ტაქტიკური საქციელი ბრენდონის მხრიდან, რომ როგორც CEO-ს ის რასაც ინტერნეტში აკეთებდა და სოციალურ მედიაში აკეთებდა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული და ყველა მას თხოვდა პასუხს. თუ გამოაცხადებდა, რომ მე CEO არა ვარ და უბრალოდ თანამშრომელი ვარო, ეს პასუხისმგებლობა და როგორ უყურებდნენ მის საქციელებს და როგორ აკვირდებოდნენ, ცოტა შემსუბუქდა და მოლოდინებმა დაბლა დაიწერა, იმიტომ რომ ვითომ და უბრალოდ თანამშრომლის შესახებ საუბრობთ. ანუ თავის გონებაში ესე გადაწყვიტა, როგორც ესეთი მიზეზი იყო იმის, რომ შემდეგ უფრო თავისუფლად ემოქმედა და გამოეხატა თავისი აზრი ინტერნეტში. მაგალითად, თებერვალში იგივე წლის 2018 წლის თებერვალის შესახებ საუბრობთ, მაროკოში არიან DCM-ის მთელი თიმი, მთელი ჯგუფი ერთად არიან და ბრენდონი DCM-ის ოფიციალურ გვერდზე, Instagram-ზე პოსტავს ნაგავს საყრელის ფოტოებს. 7 სხვადასხვა ფოტოს ნაგავის. წარწერებით რომ ხედავთ რა ხდება, ამას აწარმოებს ასევე კოსმეტიკური ბაზარიც და ის იდეა რომ ორდინერი აუცილებლად გადავა ეკომეგობრულ შეფუთვაზე. იდეა რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი და ინოვაციური და საინტერესო და კი ბატონო 100%-ით რომ ეთანხმებით ყველა ისეთი, მაგრამ ან როგორ გამოხატავს, როგორ მიაქვს მომხმარებლამდე ეს ყველაფერი. რაღაც ზღვარი რო გაქვს, რომელიც აკონტროლებს როგორ იქცევი საზოგადოებაში, როგორ გიჭირავს, როგორ წარმოაჩენს შენს თავს, აი თითქოს ეგ ზღვარი რო ნელ-ნელა იშლება. დაახლოებით ამ პროცესს აკვირდება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი რაღაც თქვა ძალიან თქვენ უბრალოდ, მაგრამ გამოხატა ნაგავს საყრელების ფოტოებით. მეორე წუთას იგივე დღეს მე მგონი პოსტავს დაკლული ცხვრის ფოტოს, სისხლიანი ცხოველის ფოტოს. წარწერით რომ რამდენად ცუდია ცხოველებზე პროდუქტების დატესტვა, რომ ორდინერი არასდროს არ იქნება ეს ბრენდი. ანუ ხო ხტებით, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად, არც ის რომ გარემო დაობიძუროთ, არც ის რომ ცხოველებზე დაიტესტოს კოსმეტიკა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ მიგავს ეს ყველაფერი მომხმარებლამდე. იმიტომ რომ ანუ წარმოგიდგენთ რაღაცა კოსმეტიკური skincare ბრენდი გაქვს გამოწერილი და ფიტში გიგდებს ნაგვის და დაკლული სისხლიანი ცხოველების ფოტოებს. ანუ მოდით გულწრფელად ვთქვათ, რომ ამის ნახვა არავის არ უნდა, ხო? ამავდროულად რაღაცა თავის პირადი ცხოვრებიდან დაიწყო რაღაცების და ანუ ერთი კვირის მონაკვეთზე გესაუბრებთ. დაიწყო რაღაც თავისი პირადი პოსტების გავრცელებაც. ამ დროს ჩნდება მაგალითად მისი მეგობარი რიად სვიდენ, რომელზეც პოსტავს მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს და ამბობს, რომ რიადი არ არის ჩემი ბოიფრენდი, მე გეი არ ვარ, მაგრამ ბევრ ფოტოს ნახავთ რიადთან ერთად, რადგან ჩვენ ერთად მოგზაურობთ ხოლმე და ვითომ ასე ვთქვათ, ჭორების თავიდან ასაცილებლად თავიდანვე დაპოსტა ეს DCM-ის ოფიციალურ საიტზე. ანუ არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ მე რაღაცა ბრენდისგან ღამის დამატენიანებელს რო ყიდულობ, საერთოდ არ მაინტერესებს ამ კომპანიის დამფუძნებელი ღამეს ვისთან ატარებს. არანაირად ჩემი საქმე არ. ანუ თავისი პირადი ცხოვრების ეს რაღაცა დეტალებიც გადმოიტანა ავტომატურად DCM-ის ოფიციალურ საიტზე. ეს იყო ბრენდონი ერთი კვირით Instagram-ზე. დაახლოებით ერთი კვირის 10 დღის პერიოდში ხდება ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი გამომწერი დაკარგეს. ძალიან ბევრმა unfollow გაუკეთა DCM-ის ოფიციალურ საიტს, იმიტომ რომ რაღაცა skincare ბრენდის გვერდი ასეთი ინფორმაციების მისაღებად არ გაქვს გამოწერილი. აქ კარგად შერებულა ბრენდონი. შემდეგი საფეხური იყო დოქტორ ეშოზე ვისაუბრეთ, მისი ტუჩის მოვლის პროდუქტების ნაკრებზე, რომელიც DCM-თან ერთად ქონა გაკეთებული და რომ თქვათ იდეალურად არ წავიდა ამ ბრენდის ბაზარზე გამოტანა. ესე მოულოდნელად გაჩნდა პოსტი TJ forgive me, მე მგონი მაპატიე, დაახლოებით ანუ იდეა ტექსტი ეს იყო. მაპატიე და ქვემოთ აღწერა პოსტის ქვეშ, რომ DCM-ი ხურავდა ბრენდს.
რომ ბრენდი ძალიან სწრაფად გამოვიდა ბაზარზე, პროდუქტები ძალიან სწრაფად გამოიტანეს ბაზარზე, DCM-ი ბოლომდე კმაყოფილი არ იყო პროდუქტის ხარისხით, ძალიან იჩქარეს, ხარისხის კონტროლი ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ძალიან დიდ ბოდიშს უხდიდა ეშოს და აი ეს Instagram-ის პოსტით დაამთავრა ბრენდი. სოდაშორის დოქტორ ეშოს ვიდეო აქვს არვერთული თავის YouTube არხზე. მე მოგვიანებით როგორ გამოეხმაურა ამ ყველაფერს. იმ მომენტში პოსტი გამოაქვეყნა Instagram-ზე, სადაც აი ამ კაცის საოცარ აღელვებას რო გრძნობ წინადადებებს და სტრიქონებს შორის, მაგრამ ძალიან პროფესიონალური პასუხით, რომ ესმის, გასაგებია, ეს მისთვის მაინც ძალიან დიდი წარმატება იყო და აშკარად რო ხვდება, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია. ეს ის ბრენდონი არ არის, რომელმაც დაპირდა თავის დროზე, რომ მას ადრე ძალიან ცუდად მოექცნენ და ის ასე არასდროს არ მოექცეოდა ეშოს. ბრენდი დაასრულა ერთი პოსტით Instagram-ზე. ისევე როგორც მათი შეფუთვების მომწოდებელი კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ჩინური კომპანიაა და რადგან მთლიანად გადამუშავებადი მატერიისგან არ იყო დამზადებული, ანუ ეს ქარხანა მთლიანად გადამუშავებადი მატერიისგან არ ამზადებდა შეფუთვებს, ეს ხო გითხარით ეს ნაგავს საყრელის ფოტოები და ესე დაპოსტა თქო. აი ასეთი პოსტით დაასრულა ამ კომპანიასთან თანამშრომლობა. ბიზნეს გადაწყვეტილებებს იღებდა Instagram-ის პოსტებით. ამ პოსტის ქვეშ ეწერა, რომ ეს ქარხანა, რომელიც ამ შეფუთვებს ამზადებდა ორდინერის პროდუქციისთვის, ამ ქარხნის CEO თურმე ძალიან კარგი ვიღაც ყოფილა და არ უნდა ბრენდონს, რომ ეს ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს, ამიტომ თავაზობს, რომ თუ დასთანხმდება, ჩინეთიდან ჩამოვიდეს ტორონტოში, კანადაში და აქ უშოვის სამსახურს და ასაქმებს. არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო მას. აი ესეთი პოსტები, ესეთი გადაწყვეტილებები Instagram-ზე. მომხმარებლებზე გადავიდა თქო ვახსენე. ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც მოდიოდა რაიმე პროდუქტზე, რაიმე საქციელზე DCM-ის პოსტებს ქვეშ და ისეთ რაღაცებს პოსტავდა, რომ ნუ ეხა მოდით და არ გაგვიკვირდეს, რომ პასუხი იქნებოდა მომხმარებლებისგან კომენტარების სექციაში გიძლეთ ალბათ წარმოედგინოთ ასეთი პოსტების ქვეშ. ძალიან უცნაურ პასუხებს სცემდა. აი მაგალითად, ვიღაცამ კითხა, რომ როგორ ხარო? პასუხი იყო ამის. მე მგონი ეს კითხვა იყო, ხო, ვიღაცამ რო კითხა, როგორ ხარო, თუ რაღაცა ესეთ შენ მეტი გამომწერი გჭირდება. და კოცნის სმაილი. ეს იყო ბრენდონის პასუხი DCM-ის ოფიციალური აკაუნტის სახე. მეტი გამომწერი გჭირდება. რაღაცა პროდუქტების რეკომენდაციებს უგზავნიდა კომენტარებში, მომხმარებლებს, რომლებიც რაღაც აბსოლუტურად სხვა თემებზე კითხვებს სვავდნენ. ვიღაცამ ერთხელ Estee Lauder მონიშნა კომპანია პოსტებში, რომ გააჩერეთ ეს კაციო და ძალიან აგრესიული პასუხი ბრენდონისგან, რომ შენ არასწორი Estee Lauder იყოს მონიშნული. Estee Lauder როგორც ბრენდი და Estee Lauder company-ს კიდე სხვა არის, როგორც ძირითადი parent company. სხვა არასწორი აკაუნტი ყავს მონიშნულიო ძალიან უხეში სიტყვით. მიმართავს მომხმარებელს და არც კი იციო, რომ Estee Lauder-ი DCM-ში ვერაფერს ვერ წყვეტსო. Estee Lauder-ს არ ვეკუთვნით. მოკეთ ძალიან აგრესიული პასუხები, ძალიან აგრესიული დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ. ბოლო წვეთი ამ სიგიჟის მარათონში იყო ნიკოლ გაათავისუფლა სამსახურიდან. არც კი შემიძლია წარმოვიდგინო, ვერც კი შემიძლია წარმოვიდგინო, რამდენად ემოციური მომენტი უნდა ყოფილიყო ეს ნიკოლასთვის. ვიცით როგორ დაიწყეს ეს ყველაფერი ერთად და ასე შემდეგ, მოკეთ რამდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. როგორც ჩანს კითხვების დასმის გამო, როგორც ჩანს იმის გამო, რომ არ ეთანხმებოდა რა თქმა უნდა ბრენდონის ამ საქციელებს და როგორღაც მის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ როგორც თვითონაც ყვება ინტერვიუში, როცა ადამიანის თავში გონებაში აბსოლუტურად სხვა პროცესები მიმდინარეობს და აბსოლუტურად სხვა განზომილებაშია. არ აქვს მნიშვნელობა რას ეუბნები, არ აქვს მნიშვნელობა რას უყვები. არ მოქმედებს ეს ყველაფერი ამ ადამიანებზე და ვერ იგებენ შენ რატომ ეუბნები ამ ყველაფერს, რომ მათთვის ეუბნები ამ ყველაფერს და გიღებენ როგორც მათ ტერს. ეს ყველაფერი ხდება ერთ თვეში. ისევ თებერვლის შესახებ საუბრობთ. სოლიდური სიგიჟე. და აქ ხდება ის პატარა მომენტი, რომ ხალხმა დაიწყო ბრენდონის პოსტების შედარება ტრამპის პოსტებთან. თუ გახსოვთ, პირველ საპრეზიდენტო, ეხაც ესე ამბობ, პირველ საპრეზიდენტო პერიოდში, ანუ ისედაც იქამდე ტრამპს უქონდეს. რაღაცა უცნაური სტატუსები მაშინ და ტვიტერზე. ხა იქ ექვია, ხო? მაშინ და ტვიტერზე რაღაცა უცნაური კონტექსტი თუ არის, რა თქვა, საიდან მოვიდა? რა შვაშია, ვის აინტერესებს რა? აი, რაღაცა უცნაური წინადადებები ვიღაცას რო უცნაურად ვიღაცა მსახიობებს რო გამოეხმაურებოდა, ან ვიღაცა რეპერებს რო გამოეხმაურებოდა ხოლმე თავის ტვიტერზე, ანუ დაიწყეს რაღაცა პარალელების გავლება, როგორც ის ახლა ინტერნეტში რა თქმა უნდა, მეტი საქმე რა აქვს, ასეთი შედარებებს გაკეთება ბრენდონთან, რაც ძალიან გაბრაზდა ბრენდონი. არ შემადაროთ ტრამპსო, მაგრამ ეს ტრამპის მომენტი დაიმახსოვრეთ. გაგახსენებთ მაგ ამბავს კიდევ ერთხელ, მაგრამ აი აქ გაჩნდა პირველად ეგ ამბავი, რომ დააკავშირეს რაღაცა ეს ქაოტური დაპოსტვის ამბები, როგორ პოსტავს ტრამპი ხოლმე და როგორ ბრენდონი. ბევრი ვიდეო მაქვს, რომელსაც თვითონ იღებდა ბრენდონი და ძალიან ბევრი ქაოტური ვიდეო და რო უყურებთ ვიდეოში როგორ ლაპარაკობს, მაშინ ხვდებით, რომ კარგად არ არის.
მაშინ ხვდებით რომ აქ რაღაცა ისე არ არის, მაგრამ ეს ვიდეოები ყველა არის ვიდეოს პლატფორმაზე, სადაც უნდა დარეგისტრირდე, რომ ვიდეოების ნახვა შეძლო. დაგილინკავთ მე ქვემოთ დავუცილოთ ვიდეოს აღწერაში, თუ გაინტერესებდა გინდა ცოტა მძიმე ვიდეოებია. არ მგონია რომ აქ ჩავყარო. მე თან უნდა გადავამოწმო მე copyright ხო არ იქნება და ამოღება ხო არ მომიწევს YouTube ხო არ დამბლოკავს. თან ძალიან მძიმე ვიდეოებია, თან ინგლისურად არის ყველაფერი, მაგრამ ინგლისურიც კი ნახევარ მაინც ვერ დავიგე, იმიტომ რომ წინადადებებს ბოლომდე არ ამთავრებს ხოლმე სიტყვებს ბოლომდე არ მოსყანო. ძალიან რთული, ძალიან მძიმე მოსასმენია. სერიოზულად დავისტრესე და დავიძაბე აი ამ ვიდეოს მასალების თავმოყრის პროცესში ყველაზე მეტად დავისტრესე და დავიძაბე მაგ ვიდეოების ყურებისას. ამიტომ შეიძლება ყველას არ გინდოდეთ ეს ეხლა რაღაცა მსგავსის ყურება, ამიტომ ლინკს დავტოვებ ამ ვიდეო პლატფორმის ყოველ შემთხვევაში ქვემოთ ვიდეოს აღწერაში. თუ გინდათ რომ ნახოთ თქვენი თვალით ეს ყველაფერი, გადადით შექმნით პროფილი და შეგიძლიათ რომ უყუროთ ვიდეოებს. მაგრამ სიტყვაზე მენდეთ. ძალიან მძიმე ვიდეო. შემდეგი ძალიან მძიმე განცხადება იყო, რომ Sephora-ს ტოვებთ. არ გავიცდოთ რომ ამ დროს უკვე ორდინარი Sephora-შია. Instagram-ზე განაცხადა, ეს პოსტის კომენტარებში ვიღაცას უპასუხა, რომ Sephora-ს ტოვებთ. ეს გრძელდება მთელი 2018 წლის გაზაფხულის ზაფხულის პერიოდში. თებერვალში ნიკოლა გაათავისუფლა, როგორც გითხარით, და ის სადღაც აი გაზაფხულის ზაფხულის პერიოდში რაღაც ესეთ პოსტები ან მომხმარებლებს დაეტაკა, ან Trump-ს, ან Estee Lauder-ს, ან Sephora-ს და უამრავი ქაოტური პოსტი. უამრავი გამომწერი დაკარგეს და ძალიან ცუდ პოზიციაშია მთელი DCM. მაგრამ რეალურად ვერავინ ვერ აკეთებს. ვიცი, ბევრს გაგიჩნდებათ ახლა კითხვა, რომ რა გახდა ამ ადამიანის გაჩერება, მაგრამ დამფუძნებელია CEO-ა, ერთი ინვესტორი ყავთ, რომელსაც 28% აქვს სულ. მთელი სოციალური მედიის პროფილები მის ხელში, ანუ თვითონ არის ბრენდონი არის მთელი DCM-ი, ასე ვთქვათ. ვერავინ ვერ აჩერებს. ირკვევა, რომ მაისის თვეში, დაახლოებით, მაისის თვიდან როგორც აღმოჩნდა, იწყებს crystal meth-ის მიღებას. არ ვიცი ქართულად კრისტალური მეთი, ამ მართლა არ ვიცი ქართულად რა ქვია, როგორ ამბობენ, მაგრამ ხვდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკის ფორმის შესახებ საუბრობთ. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ის იყო ნიძლავი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, რომ ვერ დაუჩრდილავდა, დაუბინდავდა გონებას, ვერც ერთი ნარკოტიკი და მაინც შეძლებდა მუშაობას. აი ესეთი ნიძლავი დადო. ამის გამო მიიღო crystal meth და მერე თვითონ თავზე თვითონ დაურეკა პოლიციას და დააჯერინა თავის თავი. დაიჭირეს, გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ერთ კვირაში გამოვიდა. ლონდონში ხდება ეს ყველაფერი, როგორც გითხარით. ეს იყო მისი პირველი ჰოსპიტალიზაცია, რომელიც მოხდა ლონდონში, მაგრამ ბრიტანეთში ესეთი წესებია, რომ თუ ზრდასრული ადამიანის შესახებ საუბრობთ, მისი ნებართვის გარეშე, არ შეგიძლია რომ ესეთ დაწესებულებებში ძალით დააკავოს, ასე ვთქვათ, თუ სასამართლოს ცნობა არ გაქვს, ანუ ესე მეგობარი ვარ ოჯახის წევრი ვარ, ზრდასრულ ადამიანს ვერ მიიყვან და ძალით ვერ გამოკეტავ ესეთ დაწესებულებაში. ერთი კვირის შემდეგ თვითონ დატოვა ეს კლინიკა. იგივე განმეორდა ერთი თვის შემდეგ ზუსტად ტორონტოში. ასევე ნარკოტიკებზე მოქმედების ქვეშ დაიჭირეს და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ თვითონ დატოვა კლინიკა და გამოვიდა. ახლა ფიქრობთ, რომ შეიძლება ამას ფინანსური პრობლემები შეექმნა DCM-ისთვის და ორდინარისთვის, მაგრამ არა. ერთი პოსტია, სხვათა შორის ძველი პოსტი Instagram-ზე, სკრინი ვნახე, რომელიც ინტერვიუს თუ სტატიის ქვეშ და იდეალურად აღწერს ამ სიტუაციას, რომ ვიღაცა წერს, რომ ვაუ, ესეთი სიგიჟეები ხდება DCM-თან, რომ ეგენი მალე გაკოტრდებიან და ჩემი ფავორიტი პროდუქტების მარაგები უნდა შევავსო. ყველას ეგონა, რომ DCM-ს რამოდენიმე თვე აქვს ალბათ დარჩენილი, ესენი უეჭველი გაკოტრდებიან, ვერ გადარჩებიან, ვერ გამოვლენ ამ სიტუაციიდან და ყველა გიჟივით ავსებდა მარაგებს და ყიდულობდა პროდუქციას, ანუ ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი იდეალურად ქონდათ. ალბათ ამიტომაც არ ირეოდა არავინ განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ფინანსებს როცა ეხება საქმე, რეალურად ყველაფერი კარგად იყო. ტორონტოს კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, არ ვიცი რა მოხდა, რაღაცა შეიცვალა ბრენდონთან. ურეკავს ნიკოლას. ნიკოლა, კომპანიის CEO-ა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინტუს გაუშვეს სამსახურიდან. არჩეულებრივ ფინანსურ სიტუაციაში იყო ნიკოლა, რომ იბიცაზეა მგონი თავის ქმართან ერთად, ესეთ ხანგრძლივ შვებულებაში, ორსულად არის აბსოლუტურად ჩამოშორებული ამ სიტუაციას. ურეკავს ბრენდონი, რომელიც ტირის, როგორც ნიკოლა ამბობს, ინტერვიუში ატირებული ურეკავს, ცრემლიანი ვიდეოებს უგზავნის, ეხვეწება რომ დაბრუნდეს. ნიკოლა ვერ უძლებს ბრენდონის ასეთ მდგომარეობას, თანხმდება და ორსული ნიკოლა საგიჟეთში მოდით გითხრათ პირდაპირ ბრუნდება CEO-ს თანამდებობაზე. ეს არის პერიოდი, როცა Beauty-ში დატოვა, ასევე ორდინარი, გაგიკვირდებათ და ესეც Instagram პოსტი მიღებული გადაწყვეტილება იყო. Beauty-ში სხვათა შორის საკმაოდ ხანგრძლივად იყვნენ წარმოდგენილნი DCM-ის პროდუქტები. ესეთი პასივ აგრესიული პოსტი გამოაქვეყნა. GOW შეიტანეს Beauty-ში საიტზე მაგ პერიოდში, ანუ როგორ ქვია Brands Garden of Wisdom. ეს იყო დაახლოებით ორდინარის მსგავსი ბრენდი. გაჩნდა
beauty-ლის საიტზე და ბრენდონმა ეს პირად აგრესიად მიიღო. თუ ორდინერი არ გინდათ და ეგენი გინდათ, მაშინ ჩვენ მივდივართ. კონკურენციაში ამ საიტზე დარჩენა არ უნდა და beauty-ლის სხვათა შორის საკმაოდ დიდი საიტია, ვინც იცი. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის ერთ-ერთ სტატიაში ამასთან დაკავშირებით იყო კომენტარი. და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ მეც ვახსენო, როგორც კი beauty-ში დატოვეს 6 თვის შემდეგ Good Molecules გამოდის ბაზარზე. Good Molecules არის beauty-ლის ბრენდი, ვინც არ იცით. ანუ როგორც ჩანს, ბრენდონმა იცოდა კულისებში, რომ beauty-ში დაახლოებით ორდინარის მსგავსი ბრენდის გამოტანას აპირებდა ბაზარზე. თავის დროზე დაიმშვიდობა მაგაც. რა თქმა უნდა, Instagram-ზე და სოციალურ მედიით, მაგრამ როგორც ჩანს, ანუ Good Molecules რო ორდინარის იდეაზე დაფუძნებით არის შექმნილი ეგ ყველა ვიცით და ზუსტად როგორც კი დატოვეს beauty-ში 6 თვის შემდეგ Good Molecules გამოვიდა ბაზარზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მომენტია და მინდოდა რომ მეხსენებინო. ნიკოლა როგორც ამბობს თავის ინტერვიუში, რომ აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, Instagram-საც კი მიმართეს ოფიციალურად და დახმარებას თხოვეს, რომ ბრენდონის რაღაც პოსტები დაებლოკათ, მაგრამ ისეთი, ანუ სიტყვის თავისუფლება. ზრდასრული ადამიანი, რომელიც რაღაცა ისეც არაფერს პოსტავს, რაც Instagram-ის წესებს არ ღვევს. ანუ რა მიზეზით და რა პირობით გინდა რომ დაბლოკო რაღაცა პოსტები, ხო? რაღაცები მაინც დაგვეხმარებსო, რაღაცები მაინც მოგვახსნევინესო რაღაცა პოსტებზე თქვა ნიკოლა, მაგრამ ბევრი ვერაფერს გაკეთება ვერ შეძლო სამწუხაროდ ვერც Instagram-ბავ. მის ერთ-ერთ მეგობარს სთხოვა ნიკოლა, ბრენდონის ერთ-ერთ მეგობარს და პასვორდი გამოუცვალეს Instagram-ის და გაგიშტა. გადაეკეტაო. საოცარი სცენები ჩაატარავ. ანუ თვითონ იყო კომპიუტერის გენიოსი ტიპი, ამიტომ ანუ რა უნდა გაკეთებინა ხა რაღაცა ისეთი, რომ შორს ყოფილიყო კომპიუტერისგან და სოციალური მედიისგან. სამწუხაროდ ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს და ეტყობოდა კიდეც ეგ ამბავი DCM-ის ოფიციალურ გვერდს Instagram-ზე განსაკუთრებით. და ასე მოვედით 2018 წლის ოქტომბერში. ოქტომბერში კიდევ ერთი ახალი ვიდეო ჩნდება DCM-ის ოფიციალურ საიტზე, სადაც ბრენდონი გარბის ქუჩაში და უკან მოყვება Estee Lauderis თუ DCM-ის უბრალოდ არ მახსოვს ადვოკატი, რომელიც ეხვეწება რომ გაჩედი უნდა დაველაპარაკოთ საქმე მაქვს და ბრენდონი ყვინრის რომ სასტრაფოში დარეკეთ, პოლიციაში დარეკეთ, 911, ანუ 911-ში დარეკეთ, მომსდევენ, საფრთხეში ვარ, მიშველეთ და გარბის. რამოდენიმე წუთის შემდეგ პოსტავს მანქანიდან კიდევ ერთ ვიდეოს, სადაც ამბობს რომ Estee Lauder-ში არის კომპანიაში კორუფცია. დასდევენ, მისი მოშორება უნდათ, მისი გაჩვენება უნდათ. აღარ იცის რა ქნას და ერთადერთი გამოსავალი, რასაც ხედავს, არის რომ უნდა დახუროს DCM. Instagram-ის პოსტში აცხადებს, რომ ხურავს კომპანიას. და რაღაცა ნიშნავს ამ პოსტზე უამრავ რენდომ ადამიანებს, არ ვიცი რა გითხრათ. ჯორჯ კლუნიდან დაწყებული დონალდ ტრამპით დამთავრებული, აი რაღაცა საოცარი რაოდენობის ადამიანებს ნიშნავს ასეთ პოსტზე, რომ ხურავ DCM-ს და Estee Lauder-ში არის კორუფცია. ჩემი თავიდან მოშორება უნდა. Estee Lauder-მან მიხვდა და დაინახეს, რომ სხვა გამოსავალი აღარ იყო. სხვა გზა აღარ იყო. უკვე საქმე ეხებოდა იმას, რომ კომპანიის დაზარალებას და დაზიანებამდე მივიდა საქმე. და ეს ერთადერთი შანსი გამოიყენა Estee Lauder-მა სასამართლოს მიმართა და მოსამართლის დახმარებით ბრენდონს ჩამოართვეს DCM-ის CEO-ს, დირექტორის თანამდებობა. აუგრძალეს, მიახლოვებოდა ნებისმიერ მაღაზიას, ნებისმიერ ოფისს, სათავო ოფისს დაუბლოკეს წვდობა სოციალურ მედიაზე, ან ჩამოაშორეს კომპანიას, რომელიც საკუთარი ხელით შექმნა. ამ დროს ეს გამოგრჩა მე მგონი ამ დროს, აი სადღაც ამ ოქტომბრის პერიოდში, როცა იქ აცხადებს, რომ კომპანიას კეტავს, ნიკოლას კიდევ ერთხელ ათავისუფლებს. ამ დროს, როცა Estee Lauder-ი სასამართლოს მიმართავს, ნიკოლა CEO არ არის. ფეხმძიმე ნიკოლა ამ ქაოსში და რამხელა სტრესის ქვეშ უნდა ყოფილიყო. რაღაცა პერიოდი შეაჩერეს DCM-ის ოფიციალური გვერდი Instagram-ზე, რომ ცოტა დამშვიდებული იყო სიტუაცია, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჭკვიანი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ცოტა ხანი პაუზა რო გაეკეთებინათ. სადღაც 15 ოქტომბერი იყო, მე მგონი რომ პოსტით და განცხადებით დაბრუნდნენ, რომ DCM დაბრუნდა, ყველაფერი რიგზია, ბუდიშის მოხდით მომხმარებლებთან და რომ ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ანუ ეს მე ცოტა ის მარტივად ვყვები ალბათ შეიძლება ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენთ ეს რამხელა სიგიჟე იყო, იმიტომ რომ ამ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდება ოქტომბერში, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ორდინერის 3.3 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანია იყო. ასობით თანამშრომელი, ათობით მაღაზია და უცებ აცხადებს ბრენდონი რომ ვიხურებით. სამსახურში აღარ მოხვიდეთ. ანუ ძალიან დიდი ამბავი და ძალიან დიდი სკანდალი. Estee Lauder-მა ისევ დააბრუნა ნიკოლა CEO-ს თანამდებობაზე და სიტუაციამ დაიწყო ცოტა დამშვიდება და დაბრუნდნენ Sephora-ში, აღადგინეს ისევ კონტრაქტი, გახსნეს ისევ მაღაზიები. DCM-ის მხრივ იქ სიტუაცია მშვიდდება, ბრენდონთან სამწუხაროდ არა. ნოემბერში ისევ კლინიკაში ხვდება, ესე ნარკოტიკების გადაჭარბების გამო, უკვე მესამე. აშკარა უკვე რომ მენტალურად ძალიან არასტაბილურია. დინათ ძიმე მდგომარეობა იყო, ისე იქცეოდა ქუჩაში დააკავეს და ისე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ერთი კვირის შემდეგ ისევ გამოვიდა კლინიკიდან. დიდხანს სამწუხაროდ
იქაც არ დარჩენილა. ნიკოლა იხსენებს, რამდენად ჰქონდა იმედი, რომ დარჩებოდა კლინიკაში და იმ დახმარებას მიიღებდა, რომელიც სჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არა. კლინიკიდან გამოსული შევარდა ლონდონში ერთ-ერთ მაღაზიაში, ორდინარის ერთ-ერთ მაღაზიაში და თანამშრომლებს ჩხუბი დაუწყო, რომ ყველაფერი არასწორად გაქვთ დალაგებული, ყველაფერი არ არის იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც უნდა ელაგოს ეს პროდუქტები და სკანდალი მოაწყო მაღაზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ორდინარის მაღაზიებში სასამართლოს მიერ აკრძალული ჰქონდა შესვლაც კი. არაფერს აღარ ემორჩილებოდა უკვე. ამ დროს მისი ვიდეოები კიდევ უფრო მძიმე ხდება. აი მაგ პერიოდის ვიდეოების ნახვა განსაკუთრებულად გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ინგლისური სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ არც შემიძლია ვთქვა, რომ კარგად მესმის ინგლისური თავისუფლად. მიჭირს გაგება რას ამბობს. თუ ამ წუთას არ ხართ მენტალურად ისეთ მდგომარეობაში, რომ შეიძლება ასეთ მძიმე ვიდეოებს უყუროთ. ძალიან გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ვიდეოს აღწერაში ლინკს და ნუ უყურებთ ამ ვიდეოებს, იმიტომ რომ ჩემზე არ ვიცი ძალიან იმოქმედა. ალბათ იმიტომ რომ თელ ამ ისტორიას ვიცნობ და ვიცი საიდან მოვიდა ბრენდონი, როგორი სიტუაცია გამოიარა, ომი, ოჯახის წევრების დაკარგვა, ბრძოლა თავისი მიზნებისთვის და ოცნებებისთვის და როგორ საითკენ მიდის ეს ყველაფერი, მე ძალიან ემოციურად ვუყურე ამ ყველაფერს, ძალიან გამიჭირდა, ამიტომ მაგას გირჩევთ თუ არ ხართ ეხა მენტალურად იმ პოზიციაში რომ უყუროთ ასეთ რაღაცებს, არ გირჩევთ. თავის პრივატ კერძო პირად პროფილზეა გადასული, როგორც ეხლა ეს პროფილის გამოყენება აუგზალეს, მაგრამ ეს ყველაფერი გამოიტანა თავის პირად პროფილზე. საცხოვრებელ კომპლექსის აპარტამენტებშია, თავის ბინაში არის. ვიდეოებს აქვეყნებს, რა თქმა უნდა, როგორც აკეთებდა ხოლმე. ამბობს თვითონ სოთაშორის, რომ ნასვამია, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის. რაღაცა უცნაურ ვიდეოებს პოსტავს, ისევ ტრამპის შესახებ საუბრობს. ტრამპს მიმართავ, სხვა ალკოჰოლურ სასმელების და ბრენდების შესახებ მოკეთ ძალიან უცნაურ რაღაცებს. ამბობს, რომ თავის ნომერშია, თავის აპარტამენტებშია, რამოდენიმეჯერ იმეორებს თავის ზუსტ მისამართს საჯაროდ, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს იყო მისი ბოლო ვიდეო. ანუ ეს გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. მაგრამ ეს იყო ბოლო ვიდეო. უკვე ვართ 2019 წლის 20 იანვარს. გამდე მოვედით 2019 წლის 20 იანვარი. ბრენდონ თურაქსი იპოვეს თავისი საცხოვრებელი აპარტამენტების აივნის ქვეშ. გარდაცვლილი. გადმოვარდა აივნიდან და გარდაიცვალა. მასთან არავინ არ იყო. ვიდეოებში, რომლებსაც აქვეყნებდა, იმ ვიდეოებშიც ჩანს, რომ მარტო იყო სახლში. ფილმები არ არიან. არავის არაფერი არ დაუნახავს. არავინ არაფერი არ იცის. დღემდე არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. არაერთი თეორია არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ცოტა მოგვიანებით გეტყვით. არავინ არ იცის, რომ ბრენდონი გარდაცვლილია. გეტყვით, რომ ტორონტოში ხდება, კანადაში ხდება ეს ყველაფერი. თავის აპარტამენტებში კანადაში იყო. ვიცი ეს ლონდონი და კანადა შეიძლება ცვლი ხოლმე ადგილას, მაგრამ ეს ორი ის ქალაქი და ქვეყანა, სადაც ხდება ხოლმე ძირითადად მოქმედებები, ასე ვთქვათ. მედიის წარმომადგენლები ურეკავენ DCM-ის PR მენეჯერს, რომ ბრენდონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეთო. არავინ არაფერი არ იცის. PR მენეჯერი ბოდიში განცხადებას ვერ გავაკეთებთ. არც კი იცოდა საერთოდ. მაშინ ურეკავს ნიკოლას, რომელმაც რამოდენიმე კვირის წინ იმშობიარა და ჩვილი ბავშვი ყავს სახლში და ეუბნება, რომ ბრენდონი გარდაიცვალა. ურეკავს თავის მათ საერთო მეგობარს კანადაში და ეუბნება, რომ იქნებ პოლიციის განყოფილებაში მიხვიდე და გაარკვიო რა ხდება და რამოდენიმე საათის შემდეგ ეს მეგობარი ურეკავს უკან ეუბნება, რომ კი, ბრენდონი გარდაიცვალა. ნუ ნიკოლა საოცრად ემოციურად ყვება ამ ყველაფერს თავის ინტერვიუში. ძალიან მძიმე მოსასმენია, გულწრფელად გეტყვით და იცის, რომ ნუ სიგიჟე მოყვება ამ ამბის გავრცელებას. კრებს რამოდენიმე მეილს, რომელსაც უგზავნის თანამშრომლებს, სათაო ოფისს, Estée Lauder's, სხვა ინვესტორებს, რომ ასე ვთქვათ, წინასწარ ყველა შეამზადოს იმისთვის, რაც ამ ნიუს მოყვება. იხურება მაღაზიები, იხურება სათაო ოფისი, ჩერდება ყველაფერი DCM-თან, რომ გლოვა ცხადდება, არავის არ შეუძლია მუშაობა, ყველა აბსოლუტურად არის შოკის ქვეშ. ეს ის პერიოდია, სადაც რამოდენიმე მძიმე თეორია ჟღერდება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომ პირველს გეტყვით, პირველი შეთქმულების თეორია არის, რომ DCM-მა მოიშორა ბრენდონი, რომ უკვე მისი დამორჩილება არ შეიძლებოდა, ვერ შეძლეს და საფრთხეს უქმნიდა ბიზნესს. რაც მართალი გითხრათ, ტყუილი არ არის. ნახეთ, მოგიყევით, როგორ იქცეოდა, რას აკეთებდა, რამდენად მძიმედ მოქმედებდა მასზე ნარკოტიკები და არ მიკვირს, რომ მასთან ურთიერთობა და მუშაობა არავის აღარ შეეძლო. თუმცა იმას ახლა ვერ დაგიდასტურებთ, რომ Estée Lauder-ის მოშორებულია ბრენდონი, რა თქმა უნდა, არა. არ ვიცი. მოდით ყველამ ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება დასკვნა, რისი გუჯერა და რისი არა. ნიკოლა, მისი უახლოესი მეგობრები ყველა ამბობენ, რომ თვითმკვლელობა არ არის. რომ ბრენდონი ასე ჩუმად არ წავიდოდა, რომ აუცილებლად დატოვებდა ბოლოს სიტყვას, აუცილებლად იტყოდა რამეს, ასე უბრალოდ არ წავიდოდა, ასე უბრალოდ თავს არ მოიკლოდა და ეგეთი ტიპი არ იყო. რაც მჯერა და ვეთანხმები. როგორც ამბობენ, იმ დღეს იყო ძალიან ცუდი ამინდი, ძლიერი ქარი და როგორც ჩანს ნასვამი პლუს ნარკოტიკებზე მოქმედების ქვეშ იყო გასული აივანზე და გადავარდა. ანუ იყო უბედური შემთხვევა. ანუ არ ვიცი ის რომ მოკლეს, დაუკვეთეს მისი მკვლელობა Estée Lauder-ის ხალხმა, ის რომ თავი მოიკლა და ის რომ უბედური შემთხვევა იყო. სამივე ვერსია არსებობს, გულწრფელად გეტყვით. გეტყვით ძალიან მოკლედ რომ მე მჯერა იმის რომ უბედური შემთხვევა იყო. არ ვიცი. იქ არ ყოფილვართ, არავის გვინახავს, რეალურად ამობენ რომ არც არავის უნახავს, იმიტომ რომ თვითმხილველები არ არიან, ამიტომ წავადოთ ვერასდროს ვერ გავიგებთ რეალურად რა მოხდა. და ამ პერიოდში Business Insider-ი აღწერებს სტატიას რიად სვიდენთან ერთად, თუ გახსოვთ მახსენე, რიადი როცა ფოტო გამოაქვეყნა DCM-ის ოფიციალურ საიტზე ბრენდონმა რომ ჩემი მეგობარი და ბოიფრენდი არ არისო. როგორც აღმოჩნდა ბოიფრენდი იყო, რიადმა თქვა ინტერვიუში რომ 10 წლიანი ურთიერთობა ჰქონდათ და ის ბინა სადაც ბრენდონი გარდაიცვალა მათი საერთო
ბინა იყო და რიადიც იქ ცხოვრობდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ნაწილია ამ ისტორიის, რომ ვერ შეძლო ეთქვა სინამდვილეში ვინ იყო კომპანიაში, რომელიც diversity-ს პირველი მაგალითი იყო. კომპანიაში, სადაც ყველა მიღებული იყო, არ ქონდა მნიშვნელობა, საიდან იყავი, როგორი კანისფერი ქონდა, სექსუალური ორიენტაცია, არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა. ყველა იყო მიღებული, ყველას სცემდნენ პატივს. ასეთ კომპანიაში თვითონ ასეთი კომპანიის დამფუძნებელმა ვერ შეძლო ეთქვა თვითონ. ალბათ შეიძლება მისი წარმომავლობის გამოც, როგორც გითხარით, ირანიდან იყო. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ მისი ოჯახისთვის და საახლობლოსთვის ეს ძალიან მიუღებელი თემა შეიძლება ყოფილიყო, სპეკულაცია 100%, არ ვიცი, მაგრამ ასეთი მძიმე ტვირთით და საიდუმლოთი ცხოვრობდა მთელი პერიოდის განმავლობაში. რაც შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა მისთვის. აი ნიკოლაც ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ყოველ დღეს ერთად ვატარებდით, თურმე ბოლომდე მაინც არ მცნობია, თურმე ბოლომდე მაინც არ ვიცოდი რა ხდებოდა მის გულში, გონებაში. და რამხელა საიდუმლოს ატარებდა დღეს უამრავი თუპი არსებობს ორდინერის უამრავი, მაგრამ ორდინერი იყო პირველი. ორდინერი იყო პირველი, რომელმაც მომხმარებლებს მოუყვა beauty ინდუსტრიის საიდუმლო. გააცნო ინგრედიენტები. უთხრა რეალურად რა ღირს ეს ინგრედიენტები, რეალურად რა ღირს ნიაცინამიდი, რეალურად რა ღირს გლიკოლი. და ეს ყველაფერი ფართო ფენებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი გახადა. გვაჩვენა, რომ დღევანდელ საოცარ მატერიალისტურ სამყაროში საერთოდაც არ არის აუცილებელი ორმაგი და სამაგი ფასების დადება პროდუქტებზე იმისთვის, რომ მოგება მიიღო. მომხმარებლის ნდობა გულწრფელობა მომხმარებლის მიმართ, როცა იძენ ერთ გულ მომხმარებელს, რომელიც შენთან რჩება, ბრენდის ნაწილი ხდება წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. რაც შეეხება ნიკოლას და TCM-ს, მინდა ცოტა პოზიტიურად დავამთავრო ვიდეო, იმიტომ რომ გითხარით, რომ ძალიან ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ყველაფერმა. ნუ TCM-ში რა თქმა უნდა დარეგულირდა სიტუაცია, ნიკოლა რაღაც პერიოდის განმავლობაში დარჩა CEO-ს თანამდებობაზე TCM-ში. ნიკოლა შეეცადა, რომ ბოლომდე მიიყვანა ბრენდონის დაწყებული საქმე, როცა TCM-ს, ანუ იმ 10 ორიგინალ ბრენდს ეხებოდა საქმე და ის იდეები, ბრენდის იდეები, რომლებიც მას ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი არის ბრენდი ულფა, რომელსაც TCM-ის ოფიციალურ საიტზე რო შეხვალთ ნიოდის გვერდით ნახავთ ზემოთ მარცხენა კუთხეში. ეს არის სხეულის მოვლის პროდუქტები, ძალიან საინტერესო პროდუქტები სხვათა შორის და ერთ-ერთი სხეულის და ხელის დასაბანი საშუალება აქვთ ცარცის არომატით. ამბობდა, რომ ცარცის სუნი არის ის უნივერსალური არომატი ნოტა, რომელთან დაკავშირებითაც დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანს აქვს მოგონი. სკოლა იქნება თუ ბავშვობის წლები იქნება თუ ასე შემდეგ. არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც ცარცის სუნთან არ ქონდეს მოგონი, არ აკავშირებდეს ბავშვობის წარსულის მოგონება. და როცა ამ ცარცის სუნს გრძნობ, შენთვის, მხოლოდ შენთვის ნაცნობი მოგონებები ამოტივტივდება გონებაში. ისე ძალიან დამაინტერესა თემამ, რომ აუცილებლად ვიყიდი ამ გამწმენს ლუფასგან და აუცილებლად მოგიყვებით ერთ-ერთ ფავორიტების ვიდეოში, ჩემთვის რა მოგონებებს გააცოცხლებს ეს გამწმენდი. და კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც ბოლომდე მიიყვანა ნიკოლამ, ბრენდონის იდეა, როგორც გითხარით, ერთი სუნამოს ბრენდის იდეა ჰქონდათ, ავესტანის. სხვადასხვა მაღაზიის დიზაინზე და მაღაზიაზე მუშაობა, ლონდონის ფილიალზე მუშაობა, ბრენდოს დაწყებული ჰქონდა უკვე თვითონ სანამ გარდაიცვლებოდა და გააგრძელა ეს ამბავი ნიკოლამ და ავესტანი არის რაღაცა საოცარი ბრენდის საოცარი ისტორია. დავიწყოთ იქედან, რომ ორი ფილიალი აქვს, ერთი ლონდონში და ერთი ნიუ-იორკში. თითო ფილიალში მხოლოდ ერთი სუნამო დევს. ერთი ზეთის ფორმით და ერთი ოდეფარ ფორმის ვერსიით. სულ ეს არის. ლონდონის ფილიალი ბოლომდე დასრულებული არ არის, იმ იდეით, რომ რაც ბრენდონმა თვითონ შეძლო დიზაინის თვალსაზრისით და გააკეთა ისე დატოვეს, არ დაუსრულებიათ დიზაინი. ეხლა დაამატეს 2024-ში გახსნეს სხვათა შორის ახალი ფილიალი ნიუ-იორკში. არანაირი რეკლამა. PR-ს არ აგზავნიან, რეკლამას არ აკეთებენ. ონლაინ ვერ იყიდეთ სუნამოს. მხოლოდ მაღაზიაში. უნდა შეხვიდეთ ფიზიკურად მაღაზიაში და მხოლოდ იქ შეგიძლიათ შეიძლება. მაღაზიაში ვიდეოს და ფოტოს გადაღება არის აკრძალული. ზუსტ ავესტანი არის როგორც ბრენდონი წარმომიდგენი. გითხარით, რომ ვერ იტანდა რეკლამას და მარკეტინგს. გონიათ, რომ როგორ შეიძლება 2025-ში მარკეტინგის და რეკლამის და ინფლუენსერების გარეშე ბრენდი წარმატებული იყოს. როგორც ჩანს, რიგი დგას ქუჩაში, რომ მაღაზიაში შევიდნენ. რომ პატარა მაღაზია და ბევრი ვერ ეტევაში. პირველ სუნამოს ლონდონში რაც იყიდება, სუნამოს სახელი არ აქვს. ნოტები არ აწერი. შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, რას ნიშნავს ეს სუნამო შენთვის. როგორ აღიქვამ ამ სუნამოს. ნორმალური ფასები აქვთ, სადღაც 50 მილiliტრიანი სუნამოები დაახლოებით $40-მდე ღირს, მაგრამ ონლაინ ვერ იყიდი, ძალიან გთხოვთ, თუ მოხვდებით ლონდონში ან ნიუ-იორკში. აუცილებლად მოძებნეთ ავესტანის პარფიუმის მაღაზია, აუცილებლად მიდით. თუ არ შეიძენთ, დააყნოსეთ როგორია ეს სუნამო თქვენ, ნოტების გარეშე, თქვენთვის რა სურნელი ექნება ამ სუნამოს. დაბრუნდით შემდეგ ამ ვიდეოს კომენტარებში და აუცილებლად მოგვიყევით, თქვენთვის რა სურნელი ქონდა ამ სუნამოებს და როგორ მოგეწონათ. მე ძალიან მაინტერესებს. როგორც ჩანს, ავესტანი Red Note-ზე, რომელიც ეხლა ძალიან პოპულარული იყო, ბოლო პერიოდში როცა TikTok-ი დაიკეტა, დაიხურა, ამერიკაში
როგორც ჩანაცვლება ჩინური აპი, როგორც ჩანს თავისი მიმდევრები ყავს Red Note-ზე, Avestans და გიждდებიან ყველანი, იმიტომ რომ შიგნით თქვა ფოტოს და ვიდეოს გადაღება არ შეიძლება და მიდიან ინფლუენსერები იქ შიგნით თვალიერებენ გამოდიან და მე უყვებიან თავის გამომწერებს შიგნით რა ხდება. ეს არის ზუსტად ის, რასაც ბრენდონი ამბობდა, ეს არის იდეალური განსახიერება და დამტკიცება იმის, რომ რეკლამის და მარკეტინგის გარეშე ბრენდი შეიძლება იყოს წარმატებული. 2024-ში Estée Lauder-მა 100%-ით შეისყიდა ორდინ TCM-ი დაასრულა. TCM-ის კომპანიების შესყიდვა. ამ წუთას მათი ინვესტიცია არის 1.7 მილიარდ დოლარზე ასული და 2024-ში ნიკოლამ დატოვა TCM-ის CEO-ს თანამდებობა. არ მithქვას, გამომრჩა თქვენთვის რომ მე თქვა, ნიკოლას ყოველთვის ჰქონდა ესეთი მიზანი, რომ ყოველთვის ძალიან უნდა რომ ყოფილიყო დედა, ყოველ და ოჯახი და კონცენტრაცია გაეკეთებინა თავის ოჯახზე. ამიტომ უნდა რომ ეს მიზანი ჰქონდა ესეთი ბუთში რომ მუშაობდა თავიდან იქ მაშინ, რომ აი თავის 20-იან წლებში აი დღე-დაღა მიმუშავებდა, მაგრამ სამაგიეროდ ადრეულ ასაკში გავიდოდა პენსიაზე და შემდეგ თავს მიუძღვნიდა თავის შვილებს. აი ხთინა ოცნება. 20-იანებში არ გამოვიდა, 30-იანებშიც გადმოვიდა ეს ყველაფერი, მაგრამ აი ხთინა თავისი ოცნება ნიკოლამ დატოვა CEO-ს თანამდებობა და ეხლა თავის ოცნება ცხოვრებას ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. დამფუძნებლის სტატუსი რა თქმა უნდა ისევ აქვს TCM-ში და კრეატიულ ჯგუფთან ერთად ისევ მუშაობს ხოლმე სამომავლო გეგმებზე და ასე შემდეგ, თუმცა ასე ვთქვათ, ყოველდღიურად ოფისში სამსახურში აღარ დადის. და მე ვფიქრობ, რომ ამ ისტორიაში თუ კი ვინმემ დაიმსახურა happy end-ი, ნამდვილად ნიკოლამ. თავის ინტერვიუში სხვათა შორის ყვება, რომ მამამისი ადრეულ 20 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. ანუ ის რაც ერთხელ ქონდა თავის ოჯახში ცხოვრებაში გამოვლილი ეს ტრავმა და დიდი ტრაგედია. ბრენდონთან და TCM-ში კიდევ ერთხელ მოუწია ამ ყველაფრის გამოვლა საჯაროდ. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ ვინმე ამ ისტორიაში happy end-ი დაიმსახურა, ის ნამდვილად იყო ნიკო. და მოდით ძალიან ტრაგიკული რო არ გამოვიდეს ეს ყველაფერი ამ პოზიტიურ ნოტაზე დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო, ჩვენი დღევანდელი ისტორია. ჩვენი საყვარელი ორდინალური ბრენდის ექსტრაორდინალური ისტორია.